ქართულენის დღესთან დაკავშირებით აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით სახელმწიფო მინისტრმა გახსნა. თეა ახვლედიანმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა და ქართული ენის დაცვასა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ქართული ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის შედეგები და გამოვლენილი ტენდენციები მიმოიხილა. დღესდღეობით ჩვენს სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, დღითი დღე იზრდება სახელმწიფო ენის მცოდნეთა რაოდენობა და დონე, რაც ნამდვილად ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაწეული ძალისხმევის შედეგია, რასაც ჩვენ მომავალშიც თანმიმდევრულად გავაგრძელებთ იმისთვის, რომ სრულფასოვნად მივაღწიოთ ჩვენ საბოლოო მიზნებს. უმნიშვნელოვანესი და ძალიან სასიამოვნო კვლევის პრეზენტაციას დავისწარეთ დღეს. უმნიშვნელოვანესი გამომდინარე იქიდან თუ რაოდენობით მნიშვნელოვანია არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლება და მეორე მხრივ ძალიან სასიამოვნო სწორედ იმ შედეგების მოსმენა თუ ბოლო წლებში, ბოლო 2-3 წლის მანძილზე რამხელა არის სხვაობა მდგომარეობასთან შედარებით რაც იყო აქამდე. ანუ კერძოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასამაგებულია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც კონკრეტულ რაიონებში ფლობდნენ ქართულ ენას. ჩემი ანგარიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება სწორედ ეთნიკური უმცირესობებში არსებულ გამოწვევებს, ენის ცოდნის მიმართულებით და ინტეგრაციის პრობლემას. ინტეგრაციის დაძლევის ერთ-ერთი ეფექტური გზაა, რა თქმა უნდა, ის ღონისძიებები, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, რომელიც კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს იმისთვის, რომ ყველა იმ სიკეთით, რასაც ქართული სახელმწიფოს თავაზობს თავის მოქალაქეებს, ისარგებლონ თანაბრად ჩვენმა ეთნიკურმა უმცირესობების წარმომადგენლებმა, ჩვენ აზერბაიჯანმა, სულახო თანამოქალაქეებმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ღონისძიება, ყველა სტრუქტურა ამაში უნდა იყოს ეფექტურად ჩართული.